ღირსი მაქსიმე ბერძენის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ. Green Olive Films-ის ნაწარმოებს. სცენარის ავტორი იორგოს ციაკასი. ოპერატორი კოსტას ტრიანტაფილუ. კომპოზიტორი ტუომას კანტელინენი. რეჟისორი სტამოს ცამისი. წმინდა პაისი. ფარასიდან ზეცაში. ფარასა, კაპადოკია. 1924 წლის 25 ივლისი. აქ რა საკეთებ შეთავგასიებულა? სახურავზე ავდივარ. რატომ? არ შემიძლია დედიკოს ტირილის მოსმენა. პირველად უსმენ მშობიარობისას მის ტირილს. ჩამოდი ხარ წყალი დაალევინე. შენ თვითონ დაალევინე. თუ წახვალ მის ტირილს ვეღარ გაიგონებ. დამეხმარე ღვთის მშობელო. რატომ არ ეხმარება? იმიტომ რომ საფრთხობელასავით დგა ხარ აქ. აღარ შემიძლია. ძალა აღარ მაქვს რომ ამ ტკივილს გავუძლო. ჰაჯი ქრისტინა შენს რძალს უსმინე. ძალა არ მაქვსო. პირველი მშობიარობა ხომ არ არის საყვარელო. რატომ ამბობ ძალა არ მაქვსო? მიდი გაიჭინთე რომ გამოვიდეს. რას გახარ? ილოცე მაინც რომ გამოვიდეს. ლოცულო ბაბა რას ვაკეთებ? ხო, მაგრამ მაინც არ გამოდის. ჩამოდი რომ გეუბნები თავგასიებულო. არა, მე შენია. გეშენია ჩამოსვლის თუ მშობიარობის. შენ ხომ არ გტკივა მუცელი, თურმე მშობიარობის ეშენია. შენ არ გეშენია მშობიარობის. იცი რამდენი თხავა მშობიარე. ჩამოდი, მინდა დავინახო ბავშვი როგორ გამოდის. არა, ჩამოდი თორემ კიბეს გამოვწევ. ბავშვის დაბადება გამოვტოვე, ღირსი ხარ წამოგარტყა. გააჩინა, მორჩა, სულ ეს იყო? ხო, თავგასიებულო, სულ ეს იყო. ბიჭია, გოგოა. ბიჭია? ბიჭია, ჩემო საყვარელო, ბიჭია. დამელოდე, შევახვევ და მოგცემ. ბიჭია, დედამ ბიჭი გააჩინა. ბიჭია, დედამ ბიჭი გააჩინა. დეიდა დესპინა, დედა მიმშობიარა. დალოცვილი იყოს, ვინ ეყოლა? აბა თუ გამოიცნო. რა გამოცნობა უნდა სახეზე გეტყობა რომ ბიჭი ეყოლა? დიახ. ხომ ვეუბნებოდი ბიჭი იქნება მეთქი. ისინი კი ამბობდნენ გოგოაო. მუცელი ფეხზე მდგარი საზამთროსავით ქონდა გამობერილი. საზამთრო, ფეხზე მდგარი საზამთრო. გამოიარე როცა პურებს ამოვყრი. დამეხმარე რომ სახლში წავიხოთ, გესმის? ერთი ბლითი გამომიცხვე. ეს ბავშვი მე რამდენია? მერვე? თუ მეცხრე? თულა მაქვს არეული. 2 ზეცაშია. ზოი, მარია, რაფაელი, ამალია, ხარლამპი და ეს.
რა მოხდა უფროსო? ყაჩაღები მოვიდნენ? უფროსო, რა გავაკეთოთ? ვირჯვარი გადავიწეროთ. Hacı Efendi. Hacı Efendi. დამლოცე. ამბობენ რომ ზედაუბანში მტერი გამოჩნდა. რა დამშვიდდი. აბა რატომ რეკავენ ზარს? მე მეკითხები პროდრომე. მეგონა შენ რეკავდი. მე რატომ უნდა დამერეკა ჰაჯი ეფენდი? მე რა ვიცი. ვიფიქრე გაგიჟდა მეთქი. გიჟიც ვარ და უარესის, მაგრამ ზარს უმიზეზოდ არ ვრეკავ. კარგი, წავიდეთ, ვნახოთ რა ხდება. გამიშვი. რატომ უნდა გაგიშვას? ყურები დააძრე მამაო, მიდი დააძრე. ჩვენ ვინ დაგვაძრობს ყურებს, პროდრომე? დამლოცეთ. უფალმა დაგლოცოს. დღეს რამე დღესასწაულია? ზარებს რომ რეკავ. არა, უბრალოდ პირობა დავდე. რატომ? დედა თუ ბიჭს გააჩენდა, ზარები უნდა დამერეკა. ერთი ამას უყურეთ, ეს რა მესმის? აქ ზარი იმისთვისაა, როცა მოგინდება მაშინ დარეკო. პროდრომე. მაბადე მამაო, მაგრამ დღევანდელი ბავშვები მე და მათნაირი სუფთა გული გქონდეს. დედამ ბიჭი გააჩინა? დიახ. გორთხეული იყოს. პირობა ხომ შეასრულე. ახლა წავიდეთ, ბავშვი დავლოცოთ. დიახ, შევასრულე. კარგი, მთელი სოფელი ელოდება. წამოდი შენი პირობის შესახებ უთხრათ და ილოცე. რომ ზემას გადაურჩე. ესეც საჭიროა ჰაჯი ეფენდი, საჭიროა. ხო, პროდრომე, საჭიროა, მაგრამ ჩვენს ხომ ვიმსახურებთ. ჩვენ ვინ მოგცხებს? დამლოცე მამაო. რა მოხდა, რატომ რეკავდა ზარი? ვაჟი გეყოლა დალოცვილო, ამიტომ რეკავდა. რა სამო, ეულოგია მიმშობიარა? სხვა ვინ მშობიარებდა. მიდი ცხენი წაიყვანე, წყალი დაალევინე. მამაო, წავიდეთ რომ ვაჟი დალოცო. მეც წამოვალ, ცხენს მერი დავალევინებ წყალს, მამა. კარგი, წამოდი. რომ მიცოდე რა საყვარელია. ისეთი თვალებით მიყურებდა. კარგი ერთი. მაინც როგორ გიყურებდა, ახლა ხან დაიბადა. დამიჯერე, მამაო, მართლა მიყურებდა. ისიც ხომ არ გითხრა, გაიქეცი და ზარი დარეკეო. შეშვი დალოცვილო. ზარ შენ რეკავდი? შეშვი. ეულოგიასთან წავიდეთ. სიხარულის მიზეზი გვაქვს. პროდრომე. ოლარი მოიტანე. ლოცვას წაგვეკითხავ, ჰაჯი ეფენდი. ნუ ველო, ჰაჯი ქრისტინა. წავიკითხავ. რაფაელი მართალია. ნახე როგორ იყურება. მადლობა ღმერთს, ჯამრთელი დაიბადა მამაო. მადლობა. ჯანმრთელი და თანაც ბიჭი. რაფაელს როგორ გავხარდა? გოგო რომ ყოფილიყო? ახალი თავსატეხი გვექნებოდა. წყაროზე წადი, შენს დებს დაეხმარე წყლის მოტანაში. და ნუ ლაპარაკობ, როცა არაფერს გეკითხებიან. შეშვი. მანაც უნდა ისწავლოს, რომ კაცია ოჯახის თავი. რაფაელ, იცოდე რომ ქალი კისერია, რომელსაც თავი უჭირავს. თავი კისრის გარეშე იარსებებს. ვერა. ღმერთმა ყველაფერი სიბრძნით შექმნა. კარგი წყაროზე წადი. შენს დებს დაეხმარე. წადი. გაიხარე ამ სიტყვებისთვის, ჰაჯი ეფენდი. ჩემი ბიჭუნა დალოცე. რომ მხოლოდ სიკეთე აკეთოს ცხოვრებაში. დაუფალი იესო ქრისტე იყოს მისი მფარველი. ამინ, ჰაჯი ქრისტინა. შენც ეს არ უსურვე. ეს უსურვე, მამაო. მაგრამ ჩემი დალოცვა შენს დალოცვასთან შედარებით რა არის? სწორედ შენი დალოცვა განამტკიცებს შენს ვაჟს, შენს რძალსა და შენს ოჯახს. ასეა მამაო. ყოველდღე ვმადლობ ღმერთს, რომ პროდრომე. მადლიერი იმისთვის იყავი, რომ ასეთი ცოლი და შვილები გაჩუქა. დედა შენისაც აი იმ ქვეყნად წავა. სულ ამას მეუბნება. მაგურთხე მამაო.
ოლარი მოვიტანე. შემოდი პროდრომე. კართან რატომ დგახარ? გაგეზარდოთ. უფლისთვის სათნო ყოფილიყოს. გმადლობ, პროდრომე. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. უფალო ყოვლი სამყრობელო ღმერთო ძალთაო, რომელმან ხმენ ცა მიცა ზღვა და ყოველივე რა იარს მასშინ, რომელმან მიწის მტვერისაგან დაჰბადე კაცი. აბა როგორაა საქმე იორდანე? როგორ იქნება? რისიც გვეშინო და ის მოხდა. რას გულისხმობ? რა მოხდა? გასაგებად ილაპარაკე. ჩვენ გადავრჩით. მალე ჩვენს დაგვიყვანენ. კემალი არ არის თანახმა რომ აქ დავრჩეთ. ასე არ გამოვა. რა არ გამოვა ჰომეროს? ყველას ერთ გემზე შეგვყრიან და საბერძნეთში წაგვიყვანენ. რატომ იორდანე? კი, მაგრამ აქ რა არის? განსაბერძნეთი არ არის? მე არსად არ წავალ. რას მიზამენ? ამკავენ? როგორ შემეშინდა? დაწნარდით რომ დავიძინოთ. გეყოფათ. ხარლამპი შეწყვიტე ხტუნვა. გეყოფათ. ყველამ შეწყვიტეთ, თორემ მოგხვდებათ. ბებია. შეხედე რა საკეთებენ. შეეშვი ზოი. უხარიათ. კიდევ ერთი ძმა შეეძინათ. ხო, ცოტა გვყავდა. რა თქვი ზოი? ხვალ ხაჯი ეფენდის აღსარებას ჩააბარებ. ყველა ბავშვი, რომელიც სამყაროს ევლინება, ღვთის მიერ გამოგზავნილი საჩუქარია. არ იცოდი ეს? დამლოცე ბებია. დაუცვილი იყავი. მაგრამ ხვალზე შენც გეყოლება შვილები. რამდენსაც ღმერთი მოგცემს. და რა სიტყვი? ცოტა ან ბევრიაო? თუ საერთოდ რატომ არ მომეციო? არა, ეტყვი, როგორც შენი ნებებ ყველაფერი ისე უნდა მოხდესო. ბებია, რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი იმისთვის, რომ ყაჩაღები ყოველწუთს აღარ მოვიდნენ ჩვენ სოფელში იარაღით და აღარ გვეშინოდეს? ღმერთ შევევედროთ, ჩემო პატარაო, რომ რაც მისი წმინდა ნება აის იყოს. მან ყველა ბოროტი უნდა დახოცოს. რა სისულელე თქვა ახლა რაფაელმა? მიპასუხე, როცა ჩვენი ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული, რა თქვა? მამაო, მიუტევი ამათ, რამე თუ არა იციან რა საიქმა. მიუტევე ამათო? ასე თქვა ყოჩახ, არ უთქვამს დახოცე ესენიო. იცოდე ყურსაგიწევ. კვლელობაზე ლაპარაკის მოსმენა არ მინდა. არ შემიძლია.
მოიცადე, მოდი. ჩემო პატარა შენაქაურობა მიალაგე, მე კი მათ ერთ ზღაპარს მოვუყვები. ნუტირი, ჩემო ბიჭო. ნუტირი. დედას უყვარხარ. გესმის ჩემო ანგელოზ. როგორ მიყვარხარ, ევლოგია. ყოველდღე ვმადლობ ღმერთს ამ საჩუქრისთვის, რომელიც მეცოდვილს მიბოძა. ვლოცულობ, რომ კარგად იყო. ყოველდღე მუხლმოდრეკით ვევედრები ღმერთს. თავს გაუფრთხილდი, ძვირფასო. ბანდიტებს მიზანში ყავხარ ამოღებული, თავს გაუფრთხილდი. ნუ გეშინია, ევლოგია. ჰაჯი ეფენდის ლოცვა კურთხევა მაქვს. არაფერი მომივა. მამა არსენისთვისაც ვლოცულობ, რომ ღმერთმა აკურთხოს ჩვენი მოძღვარი და გააძლიეროს. შეხედე, როგორი თვალები აქვს. შენი თვალები აქვს. ძვირფასო, შეიძლება რაღაც გითხრა? რა თქმა უნდა. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ხე იზრდებოდა და იფურჩქნებოდა. ისეთი ლამაზი გახდა, რომ ყველა ხეს შურდა მისი. ჩიტებიც ამ ხეს ირჩევდნენ თავისთვის ბუდის გასაკეთებლად. ყველანი ბედნიერები და გახარებულები იყვნენ. დილით, როდესაც იღვიძებდნენ, მათი ჭიკჭიკი ატკბობდა არემარეს. მაგრამ ერთ დღესაც შორს ტყის შუაგულში რაღაც ხმა გაისმა. ჩიტებს ყურადღება არ მიუქცევიათ. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ხმა სულ უფრო ძლიერად და ახლოდან ისმოდა. ისე ახლოდან, რომ ფუღუროში მძინარე ბრძენი ბუцკი გააღვიძა. რას აკეთებთ აქ? რას ელოდებით? ხის მჭრელები მოდიან. ყვირო და ბუ. არ გესმით? და შორს გაფრინდა. დედა ბეღურამ გარშემო შემოიკრიბა თავისი ბარტყები და უთხრა: ჩემო პატარებო, უნდა წავიდეთ. სად უნდა წავიდეთ? კითხეს ბარტყებმა. ჩვენი სახლი ხომ აქ არის? საბრალო ბარტყები, სად უნდა წასულიყვნენ? რისთვის მივიდნენ ხის მჭრელები? რისთვის მივიდოდნენ ხის მოსაჭრელად? ბებია, დიდი და ლამაზი ხეც მოჭრეს? მოითმინეთ. ტოროლამ, რომელიც ხის კენწეროზე იჯდა, ომახიანად შესწახა. მეგობრებო, მოვიდა დრო, რომ ჩვენი ბუდეები დავიცვათ. წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ ძლიერი დარტყმის ხმა გაისმა. ცულის პირველივე მოქნება მოხვდა ხეს. საბრალო ჩიტებს შეეშინდათ, აერში აფრინდნენ და იქაურობას გაეცალნენ. ხეს ცულის მეორე და მესამე დარტყმაც მოხვდა. თავდასხმაზე გადადით, დაიყვირა ტოროლამ. მაგრამ გარშემო მიმოიხედა და ვერავინ დაინახა. ყველა ჩიტი გაფრენილიყო. ცოტა ხანში ცულით დაჭრილმა ხემ საცოდავად დაიჭრიალა. უცნაური ხმა გამოსცა, თითქოს მრავალი საუკუნის, მრავალი წლის ძახილი აღმოხდა და წაიქცა. ტოროლას რა მოუვიდა? ამბობენ, რომ ტოროლა ისევ იქტრიალებს და ყოველ დილით გარიჟრაჟზე უნუგეშოთ ტირის. საბრალო ელოდება ისევ როდის გაიზრდება ხე და როდის დაბრუნდებიან ჩიტები. ყველა ჩიტი წავიდა, ბებია? ყველა?
ყველა ჩემო ძვირფასო. და იცოდეთ, რომ ჩვენც უნდა დავტოვოთ ჩვენი ბუდე. რომელი ბუდე? ბუდე, რომელიც აქ გვაქვს. დღეს ამბობ ბებია. სად უნდა წავიდეთ? საბერძნეთში. და ჩვენი სახლი? რა მოუვა ჩვენ სახლს? რა მოუვა? ის ყოველთვის ჩვენი სახლი იქნება. ისევე როგორც ხე. მართალია ხის მჭრელებმა მოჭრეს, მაგრამ მისი ფესვებიდან რომლებიც იქ დარჩა, ისევ აღმოცენდება და გაიზრდება. ჩიტებიც ისევ დაბრუნდებიან ბუდეების ასაშენებლად. სანამ ისევ გაიზრდება და ტოტებს გაშლის, ჩიტები დაიხოცებიან. მაშინ იქ მათი შვილები მივლენ. როგორ მივლენ? ეცოდინებათ რომელი ხეა? თავად ხე უჩვენებს მათ გზას. ტოროლაც უჩვენებს. ყოჩახ. რა თქმა უნდა, ტოროლაც უჩვენებს. რას მეუბნები, პროდრომე? სიხარულს მწუხარება ცulis ხოლმე ევლოგია. რასაც მეუბნები, მწუხარება არ არის. როგორ დავტოვებთ ჩვენ სახლს, ჩვენ სოფელს? პირველად არისმენ ამას. ჩვენ უკანასკნელნი ვართ. გაიხსენე, როდის წავიდნენ სხვების სმირნიდან, აივალიდან. და რა მოუვიდათ იქ? იცოდი, რომ მოდესმე ასე მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, იმედი მქონდა, რომ რამე შეიცვლებოდა. ჯეროდა რომ გვეტყოდნენ თქვენ დარჩით. საწავალთ, პროდრომე, საწავალთ 6 ბავშვით. ეს ღმერთმა იცის. თქვენ სად მივყავართ? არა. როდის უნდა წავიდეთ? გთხოვ, მითხარი. ჰაჯი ეფენდი ამბობს, რომ მარიამობამდე. მარიამობამდე? ხო, მაგრამ მარიამობა ორ კვირაშია. რას მეუბნები, პროდრომე? ეს როგორ მოხდება? როგორ ჩავბარგდებით? ჩვენი შვილი ახლახან დაიბადა. ქრისტე ღმერთო, რა დავაშავეთ? რატომ? ეს აღარ თქვა ევლოგია, აღარ თქვა. არ ველოდი რომ შენგან ამას მოვისმენდი. მაპატიე. შევწოდე, მაპატიე. მე მაპატიე. დაღლილი ხარ. დაღლილი არ ვარ. უმადური ვარ. უმადური. ამდენი წყალობა გაიღო ღმერთმა ჩვენთვის. მე კი ვკითხულობ, რატომ? ადამიანი ხარ ევლოგია. ო, ადამიანი ვარ. და არ უნდა დავივიწყო, რომ მისი ქმნილება ვარ. წამოდი ძვირფას. მუხლი მოვიყაროთ და ვილოცოთ ქრისტეს მიმართ. ის არ მიგვატოვებს. ჩემო ქრისტე, ჩემო ტკბილო იესო, ნუ მიგვატოვებ. წარმართე ჩვენი სულა იქით, საითაც შენ გსურს. შენი მადლით დაგვიფარე. და მოგვეცი ძალა, რომ გავუძლოთ განსაცდელს, რომელიც მომავალში შეგვემთხვევა. გთხოვ, შემინდე. ასე არ გამოვა უფროსო. ამბობდნენ, რომ გაგვათავისუფლებდნენ და ნახეთ, რას გვიშვებიან. ის ვითომ ვაჟკაცები საწავიდნენ, სირბილით გაიქცნენ? მამა არსენი. უთხარით მათ, რომ ასე არ გამოვა. და უშვებელია, რომ ასე უცებ წავიდეთ. ჩვენ საქონელს რა ბედი ეწევა უფროსო. არ გვეტყვი? ვინ გამოსა ეს ფირმანი? არსად არ მივდივართ. უდარს თუ გამიყვანენ ჩემი სახლიდან. ბოდიში უფროსო, საბერძნეთში რომ წავიდეთ. რას მოგცემენ? არ ვიცი რას მოგცემენ. მე რატომ მეკითხები? გეკითხები უფროსო, გეკითხები. ჩვენ ცხოვრებას ტოვებთ აქ, სანაცვლოდ რას მივიღებთ? თურქები რომ მოვიდნენ და ჩვენ სახლებში გამოიჭიმონ? ჩვენ კი არ უნდა ვიცოდეთ სად წავალთ? იქ სახლი გვექნება თუ არა? თავშესაფარი რომც მოგცენ. როგორ ვიცხოვრებთ? გითხარი უფროსო. სად ვიმუშავებთ? როგორ ვიარსებებთ? მე იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩავაღწიოთ საბერძნეთში ცოცხლებმა. ჯერ იქამდე ჩავიდეთ და მერე ღმერთი დაგვეხმარება. ო, მაგრამ გვეპასუხე უფროსო, ჩვენ საქონელს რა მოუვა? ჩვენთან ერთად წავიყვანოთ? სად წავიყვანთ? გემზე როგორ უნდა ავიყვანოთ?
აბა რა ბედი ეწევათ? შენ გეკითხები უფროსო, რა ბედი ეწევათ? მე იმას ვკითხულობ, ჩვენ რა ბედი გვეწევა? 150 კილომეტრი გვაქვს გასავლელი, რომ მერსინამდე ჩავიდეთ, მერე კი იქიდან გემით საბერძნეთში. და შენ ცხოველებზე მელაპარაკები? გავიგე უფროსო. გავიგე. მაგრამ ნუ იდარდებ. ვიცი რასაც გავაკეთებ. ჩემს პირუტყვს აქ იმისთვის არ დავტოვებ, რომ თურქების ნადავლად იქცნენ. თეოდორე მოიცადე. რატომ, მამაო? რატომ? ჩვენი სახლები დამყრიან. ჩვენი მიწიდან გვაძევებენ, ჩვენ საქონელს გყარავენ და მეუბნები მოიცადეო? რას მოვუცადო? რომ ღმერთი ჩამოვიდეს და ჩამოვიდეს და გვითხრას, ეს არის სამართალი. ასე როგორ ელაპარაკები ჩვენს მამაოს, თევდორე? და გავიცდა რა გააკეთა ჩვენთვის. პროდრომე. წადი კანდელებია ანთე. ამანთე ჰაჯი ეფენდი. ყველა არაგინთია, დროზე წადი. ახლავე პროდრომე. დამლოცე. ღმერთი მოვიდა თევდორე და ჯვარს ვაცვით. ახლა შენ მითხარი, ეს არის სამართალი. სხვა ადამიანთა სამართალი და სხვა ღვთისა. ყველა იმავე ტკივილს ვინაწილებთ, მაგრამ შენი ტკივილი უფლებას არ გაძლევს, რომ პროდრომეს უსამართლოდ მოექცე. რადგან ჩვენი სახლების, ქონებისა და საქმეების გარდა, პროდრომემ იმაზეც უნდა იფიქროს, რომ ყველა თანასოფლელის ცხოვრება დაიცვას. კარგად იცით, რომ ავაზაკები ყველგან არიან. ისინი შეიძლება გზაში შეგვხვდნენ. პროდრომემ, როგორც უფროსმა, ყველაფერზე უნდა იფიქროს. და მე როგორც თქვენმა მამამ, სხვა საკითხებზე უნდა ვიფიქრო. იმაზე, რომ ყველა ჯანმრთელი და უნებელი ჩავიდეთ იქ. როგორც პროდრომემ თქვა, და იმაზეც, რომ გზაში ქრისტესადმი რწმენა არ დავკარგოთ. ყველანი უნდა მოვემზადოთ ამ მგზავრობისთვის. ვისაც აღსარება არ გაქვთ ჩავარებული, მოდით, ჩამაბარეთ და ეზიარეთ. ვისაც მოუნათლავი შვილები გყავთ, ერისვალების შემდეგ მოუნათლოთ, რათა არც ერთი ბავშვი არ წავიდეს აქედან მოუნათლავი. ახლა ყველანი სახლებში წადით და თქვენ ცოლებსა და შვილებს გადაეცით, რომ მოემზადონ და ის გააკეთონ, რაც გითხარით. ღმერთმა გვაკურთხოს ყველა. მამაო. გისმენი იორდანე. თუ ვინმე გაბედავს და მიუახლოვდება ჩემს სახლს, სანამ წავალთ. მოკლა, თუნდაც ჩემი სახლის ეზოში ჩამომგიდონ. არავინ არ მოვა იორდანეს სანამ წავალთ. მათთვისაც ასე აჯობებს. მადლობ, მამაო. შენ რისთვის მიხდი მადლობას. დახმარებისთვის, მამაო. მე ერთი მოხუცი ვარ. რით შემიძლია დაგეხმარო. ღმერთ შეევედრე, რომ დაგეხმაროს და ამ ყველაფერს გაუმკლავდე. მხოლოდ მისი დახმარებით და ძალისხმევით შეძლება მას. გისურვებ, რომ წმინდა პროდრომე იყოს შენი მეგზური, გზამკვლევი და შემწე. ამას გისურვებ, შვილო. გულით დაგლოცავ. იმ ბევრი განსასწრელი გეოდება. გუშინ მშობიარობა მივიღეთ. ჩვენ მარცალმა მერვე გააჩინა. ორი მათგანი თქვენთანაა. ო, ბიჭია. ქრისტოს დავარქმევთ. ახლა დაიბადა ჩვენი პატარა. ამ რთულ დროს.
შენი საყვარელი ბაზილიკი მოგიტანე, მამა. როგორ არ მაქვს გაიხარა? ნეტავ განახა როგორი გახდა. ძალიან მოგწონდა, მამა. რა ლამაზი იყავი, როცა ყურზე იმაგრებდი და ცეკვავდი ხოლმე. დედა, ბავშვებს ის ზღაპარი მოუყევი ხეზე. მაგრამ იცი თავს როგორ ვგრძნობ. როგორც ხე, რომელსაც ფესვებიანად გლეჯენ. სად უნდა გადამრგონ ახლა. ბებერი, ღონე მიხდილი. მინდოდა რომ აქ თქვენ გვერდით ყოფილიყავი. დავბერებულიყავი და თქვენთან ახლოს მიმეძინა. მაგრამ ახლა პატარაც დაიბადა. როგორ მივატოვ? დედა, შენ მეუბნებოდი ხოლმე, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ გვაძლევს, რისი ზიდვაც არ შეგვიძლია. მისურვე, რომ ძალა მომცეს ამ ჯვრის სატარებლად. ძალიან მეყვარხართ. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მისურვეთ, რომ კარგი ადამიანი ვიყო, სანამ თქვენთან მოვალ. აქ ბაზილიკის სასიამოვნო სუნია. დედა. ჰაჯი ეფენდიმ თქვა, რომ სოფლის ყველა მოუნათლავი ბავშვი უნდა მოინათლოს. გესმის, დედა? დედა, რა გაყვირებს? სად არის დედა? რა გინდა მისგან? ბავშვი უნდა მოუნათლოთ. რა? ბავშვი უნდა მოუნათლოთ. მოუნათლავს ხომ არ დავტოვებთ, რა გაღრიალებს? ახლა უნდა მოუნათლოთ. ახლა? შენ რა გაგიშდი? რა ხდება, რაფაელ? ბავშვი უნდა მოუნათლოთ. გეგონა მოუნათლავს დავტოვებდით? მეც ეგ ვუთხარი. მალე უნდა მოუნათლოთ, ფერიცვალების შემდეგ. ჰაჯი ეფენდიმ თქვა. როდის თქვა? ახლა მოედანზე. ხო, მაგრამ მხოლოდ 14 დღის იქნება. არა უშავს ზოი. რადგან ჰაჯი ეფენდიმ ასე თქვა? თანახმავარ. დედა, რას დავარქმევთ? ხო მოვიფიქრეთ. ბაბუის სახელს, ქრისტოს. მაპატი, ჰაჯი ქრისტინა. თქვენ გსურთ, რომ ბაბუის ადგილი შვილიშვილმა დაიკავოს და მე არ უნდა მინდოდეს, რომ ჩემი ადგილი სხვა ბერმა დაიკავოს? ნათელს იღებს მონახვის არსენი. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაც ვიდისათა. ამინ. ღმერთო დალოცე, გონება გაუნათე, სწორი გზით ატარე და მშვიდობა მიეცი. აიყვანე დედა, შენი შვილი. მირონცხებული და ნათელღებული. ზეცაში წმინდა ანგელოზები ამოწმებენ. დედამიწაზე კი ცოდვილი ადამიანები. როგორც ეს კალაპტარიანთია, მასაც უსურვებ, რომ ასე იბრწყინოს, ანათოს და სხვებსაც გაუნათოს გზა. გაუფრთხილდი და უფლის შიშითა და დარიგებებით აღზარდე. შენ ნათლია, დღეს დიდი პასუხისმგებლობა აიღე ამ ბავშვის სულიერ განვითარებაზე. ერთად დაარიგეთ ის და ქრისტესკენ მიმავალ გზაზე გაუძახით. ამინ მამაო, მაგრამ ახლა როდესაც სახლებიდან მივდივართ, ყველაფერს დავკარგავთ.
თავარია ქრისტე არ დავგარგოთ ანასტასია და სული სხვა ყველაფერს ეშველება. მაპატია მამაო, მაგრამ ეს დიდი ტკივილია. ღმერთი უფრო დიდია. რა გითხრა მან? ვისაც ჩემთან უნდა მოსვლა და აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ჩვენ ჯვარს ავიღებთ ანასტასია. სწორედ მისი დახმარებით ავიღებთ. საბერძნეთში წავალთ, მაგრამ ყველა ერთად ვერ ვიცხოვრებთ. სხვადასხვა ადგილას გავიფანტებით. რას ამბობ, მამაო? ყველა ერთად უნდა ვიყოთ. რატომ უნდა გავიფანტოთ? ერთ კუნძულზე წახვალთ. დროებით იქ დარჩებით. რას ნიშნავს წახვალთ? შენ მამაო? ილოცოთ ჩემთვის, ცოდვილისთვის. კარგი, ღმერთმა გაგიზარდოთ, ახლად მონათლული და ლამპარივით იბრწყინოს ღვთის საყდრის წინაშე. მოდი ბროდრომე, წავიდეთ. მე არ მოვდივარ. რას ამბობ, დაუცილო? თუ არ იტყვი რომ სადაც ჩვენ ვიქნებით, ჩვენც იქ იქნები, არ წამოვალ. ურჩი ბროდრომე. ჰაჯი ეფენდი, ურჩი ვარ, მაგრამ სადაც მამა არსენია, პროდრომეც იქ არის. ეს მე არ მithქვამს, მე უფემ თქვა. და რადგან მე უფემ თქვა, ვერ უარყოფ. საწახვალ რომ ჩვენთან ერთად არ იქნები. როგორ ჩამოგხსნათ აქედან? მითხარით როგორ? წმინდა გიორგი. მითხარი, დამელაპარაკე. გთხოვ, დაგვიფარე. შენი ცხენით გაგვიძეხი ამ მოგზაურობაში. ღვთისმშობელო, ჩვენო დედა, შეგვეციე, გევედრები. შენს დღესასწაულამდეც კი არ გვაძლევენ დარჩენის ნებას. ეს რა არის, ღვთისმშობელო? ამბობენ, რომ 14 რიცხვში უნდა წავიდეთ. რატომ არ შეიძლება, რომ ჯერ დღესასწაული აღნიშნოთ და მერე წავიდეთ? ამბობენ, გემს ვერ მიუსწრებთო. არ შეიძლება, რომ გემმა მოიცადოს. უცხო ადგილას მივდივართ. ნუ მიგვატოვებ. შეიწყალე შენი შვილები. ნუ მიგვატოვებ, ღვთისმშობელო. ჩემო გოგო. ჩემო გოგო. ევლოგია. ჩვენი სახლის კურთხევა ხარ, საყვარელო. ღვთისმშობელი არ მიგვატოვებს. სადაც არ უნდა წავიდეთ, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ისიც ჩვენთან ერთად იქნება. დღესასწაულის აღნიშნის ნებასაც არ გვაძლევენ, დედა. ვიდღესასწაულებთ. სადაც არ უნდა წავიდეთ, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, მაინც ვიდღესასწაულებთ. ჩვენ გულით დაგვყავს ჩვენი ღვთისმშობელი. სად წაგვიყვანენ, დედა? სად წაგვიყვანენ? ღვთისმშობელი სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც ქრისტე ხელში აიყვანა და ეგვიპტეში გაიქცა. მას ჰეროდეს ჯარისკაცები მისდევდნენ. გონია იმაზე ფიქრობდა, თუ რას წაიღებდა და რას დატოვებდა, ან სად წავიდოდა. არა. მანაც განიცადა სამშობლოდან გადახვეწის ტკივილი. ამიტომ არ მიგვატოვებს, სანამ უკან არ დავბრუნდებით. დავბრუნდებით, დედა? მე დედასაც და მამასაც ვუთხარი, რომ აქედან მივდივარ. და სხვაგან დამმარხავენ. მაგრამ თქვენი შვილიშვილები და შვილთა შვილები აუცილებლად დაბრუნდებიან უკან.
100 წელიც რომ გავიდეს. მაინც დაბრუნდებიან. დედა, ეტლი როდის მოვა? ნედავს საერთოდ არ მოვიდეს. ჩემო ღმერთო როდრომე ყველანი ვართ? ახლავე მამაო. ითვლიან. წადით აქედან. გეუბნებით წადით. წადით რომ არ გიპოვან. ღვთის წყევლა მოწიოს მათ. გაიფანტეთ. გაიფანტეთ რომ გადარჩეთ. გაიფანტეთ. წადით. წადით. წადით რომ გადარჩეთ. წადით.
მამო, თევდორე გვაკლია. სად წავიდა დალოცვილი? წადით მეთქი. წადით. შორს წადით. წადით მეთქი. წადით. ჩემო ბიჭო. ჩემო პატარა.